სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ძალიან დიდია, ანუ პასუხი დიდი არის და გთხოვთ მოთმინებით აღიჭუროთ, რამე თუ მე კიდევ ბიბლიის მუხლები იძულებული ვიყავი, რომ მომეყვანა ფართოდ. და ისედაც ბევრი დაიკავებს და ადამიანებს ძალიან აინტერესებთ ხოლმე ეს საკითხები. გუშინ მე რჩევით ჯოანიკოს რჩევით ვუყურეთ ფილმს ესეთი ჯვარზე გასაკრავნი, ასე შეიძლება ითქვას. ეს ძალიან ცნობილი მსახიობი ვინონა რაიდერ თამაშობს, დენიელ დეი-ლუისი თამაშობს, იცით სამ ოსკაროვანი. ძალიან საინტერესო არტურ მილერის ეს მისი პიესის მიხედვით არის გადაღებული. ადრეც იყო ეს ფილმი გადაღებული, იდგმებოდა კიდევაც თეატრებში და ძალიან საინტერესო ფილმი არის. ეხება ისტორიას, როდესაც ამერიკული კოლონიები ყალიბდებოდა მასაჩუსეტსში და ცნობილი ამბავი იყო ესეთი ჯადოქრების დევნა და ეს აღწერილია ისტორიულად, მაგრამ ამის საფუძველი იყო ისტორიულად მართლა მოხდა ეს, ვინც იცის კარგად ამის ისტორია, მაგრამ ეს არტურ მილერმა მიუძღვნა მაკარტინს. ეს იყო კომუნისტებზე დევნა, ვინც იცის ეს კარგად ჰოლივუდის ისტორიაში და საერთოდ ამერიკაშიც ძალიან ცნობილი. ეხლაც რაღაც ესეთ ევფორიას აქვს ადგილი ამერიკაში ტრამპის მოსვლასთან დაკავშირებით და ანუ ეს მე არ მომწონს ესეთი აქტიურობები, ხა ჯვარი რო გაიკეთა იმან რუბიომ ინტერვიუზე რო მარხულობენ და აი ეს რაღაცები და დევნა ამ ლიბერალების თუნდაც ამ რა ქვია LGBTQ-ს და ასეთი მეგობრებო მე არ არის კარგი და არტურ მილერი ძალიან ნიჭიერი პიროვნება იყო, მიხოდნენ ათეისტი იყო ის მერილინ მონროს ქმარიც იყო 1-5-6 წლის განმავლობაში და ძალიან საინტერესო ფილმი არის, შეგიძლიათ ნახოთ და ნახავთ იქ თუ რა გაიარა ამერიკამ და დღესაც აი ესეთი აქტივობის ადგილი აქვს ქრისტიანულ წრეებში. მე გავაზიარე კიდევაც რამოდენიმე ადგილები და ეს ხდება ამერიკაში ხალხო 21 საუკუნეში. ბორატმა თავის ფილმშიც აღწერა, ხო? ხარიზმატებში 50-იანელებში და სხვა სექტებშიც, კათოლიკეებში ექსორციზმი არის, საქართველოშიც ეგ არის იობი. ვიდეოც შეგიძლიათ ნახოთ, ხო, იობი რო არის, ეგ ქართლის მიტროპოლიტი, ხო და აი ესე ებრძვიან თითქოს და ეგენი დემონებს. და მოკლედ აი ეს ყველაფერი ტენდენცია არის ძალიან არაბიბლიური და არაქრისტიანული. როცა საქმე გვაქვს ესეთ შარლატანებთან, ზოგი გულწრფელად და იმ ფილმში კარგად არის პიროვნება, რომელიც გულწრფელად გადაშვებულია და ღმერთის მოყვარული არის, გესმით და იკოლებს და გონია თავი ექიმი და ეშმაკებს დასდევს, წიგნებით შეიარაღებული, ფორმულებით შეიარაღებული. და ეს ყველაფერი ძალიან ცუდის მომასწავლებელია და ამიტომაც აი მე ჯონ მაკარტური რატო მიყვარს და მიზიდავს, რომ ის არის ძალიან რეალისტი პიროვნება, არანაირად მასჯერა მეცნიერების, სამედიცინო კვლევების, შეიძლება უფრო მეტად ვიდრე კიდე მე სამედიცინოს გადანერგვების, რა ვიცი, ორგანოების და იმეების და არანაირად მომხრე არ არის იმისი, რომ თვითქოს და ჩვენ გვაქვს რაღაცა ძალა რო გავაკეთოთ ან განკურნებები, ან კიდევ დემონების განდევნა და ასე შემდეგ. და ეს კითხვაც ეხება. შეიძლება რომ ქრისტიანს ყავდეს დემონი და თუ ეს ასეა, როგორ მიუდგეთ მას? მე არ მინდა ახლა გამიგრძელდეს კიდე ბევრი რამე, მინდოდა ამასთან დაკავშირებით მეთქვა, მაგრამ უბრალოდ აი ამას დავამატებდი, რომ ქალბატონი სვავს ამას კითხვას ან გოგონა, იმიტომ რომ ახალგაზრდა ვენდი ქვია სახელად და ყველას აინტერესებს, იცით და თუ არ იცით ამერიკა როგორი ისტორიიდან მოდის, დღესაც გაოცდებით თქვენ ისეთ კერებს, სადაც ადამიანები მთელი გულწრფელობით არიან შიში, ღმერთის ღვთისმოშიში ადამიანები არიან და ამას იყენებენ. აი ესე გამოიყენეს მორმონები, იეღოველები. ესე იგი, ეს რო თქვენ ნახოთ აფრიკაში, ან სამხრეთ ამერიკაში, ან კიდე აზიაში, ფილიპინებში, კიდე არ გაგიკვირდებათ, მაგრამ ლაპარაკია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც არის სოფლიო ყველაზე ძლიერი ქვეყანა. და აქ არის ძალიან დიდი ნაწილი ევანგელისტებისა, რომლებიც აი ესეთი რაღაცებით გართობილები არიან და მეორე ნაწილს, რომელიც არის ებრაელები არტურ მილერისნაირი, ხო? ებრაელები განსაკუთრებით ამას ვერ იტანენ და ამას ებრძვიან, ამ სიბნელეს, ათეისტებიც, გესმით? და ნახეთ ბალანსი სად არის მოსაძებნი, ბალანსი არის ესეთ პიროვნებებში, როგორც არის ჯონ მაკარტური საღად მოაზროვნე ადამიანებში.
სხვა ვერსია არ იგებს მათ, გესმით? იმიტომ რომ ძალიან დაქსაქსული არის ამერიკული საზოგადოება. და იმის გამო არის უბრალოდ რომ ღმერთი მრისხანებს, როცა მისი სახელს ამახინჯებენ და იყენებენ ესე არასწორად. ეს მინდოდა მეთქვა, მოდით მოусვინოთ ვენდის, რას ამბობს და რა აინტერესებს. გამარჯობა ჯონ, მე მქვია ვენდი. გამარჯობა ვენდი. ცოტა ხნის წინ მე მოხვდი ესეთ სიტუაციაში. მე ვიჭრდით მას საპარიკმახეროში და პარიკმახერი ყვებოდა მის განსხვავებულ გამოცდილებას. მან დაიწყო იმითი, რომ მეგობრებთან იყო მოგზაურობაში და ნახა რაღაცა გარკვეული ხილვები, რაღაცა უფლისაგან იღებდა სიტყვას და რომ უფალი აძლევდა მას პირადად ამ ცოდნას და მისი მეგობარი, რომელიც სავარაუდოდ ქრისტიანია, მას ჰქონდა დემონებთან კავშირი. და ექსორციზმის სახით ისინი ცდილობდნენ ამ ადამიანისგან განედევნათ ეს ჰომოსექსუალიზმის სხვადასხვა გამოვლინებები, იმიტომ რომ ის დემონით იყო შეპყრობილი. და მან დაიწყო ყველაფერი ამაზე ლაპარაკი, რომ როგორ ამჩნევენ ამას, როდესაც სული შფოთავს, მოусვენრობა აქვს, რომ ეს არის ეშმაკი და რომ ადამიანებს სჭირდებათ გადარჩენა, ადამიანებს სჭირდებათ დახმარება და მათ აქვთ ამის უნარი. და ყველაფერი ამას ყვებოდა. მე რა თქმა უნდა არ დავეთანხმე და მე მაინტერესებდა შეიძლებოდა თუ არა ქრისტიანს რომ მართლაც დემონი ყოფილიყო და დემონს ყოლოდა დაპყრობილი და შეიძლება რომ დემონება იცხოვრონ ქრისტიანში? მე მაინტერესებდა თქვენი კითხვა. თუ ადამიანი და ქრისტიანი სულიწმინდად არის და დადის, შეიძლება ამასთან ერთად დემონიც ყავდეს მას? და ჯონ მაკარტული აგრძელებს. დიახ, ფლორიდაში სახელად დონ ბაშამი იყო ესეთი პიროვნება, რომელიც საკმაოდ ფართოდ ავრცელებდა ესეთ აზრებს და წერდა წიგნებს და სხვა ადამიანებაც ძალიან დაიჯერეს ეს და მე ფიქრობ არის ასევე დერეკ პრინცი, რომელიც ძალიან ზღაპრულ, ესეთ ქარიზმატულ ჯგუფში არიან გაწევრიანებულები და მეც დავწერე ამის შესახებ ჩემს ერთ-ერთ წიგნში, რომ იყო პიროვნება და ეს რეალურად გეუბნებით მე ფაქტებს, რომ თითქოს და მას ყავდა დემონი შეპყრობილი, რომელიც მას აკონტროლებდა მის ცხვირის წვეთოვან გამონადენს. ესე უძახდა მას, ცხვირის წვეთოვან დემონს. და ესეთ გიჟურ რაღაცებს თქვენ ყოველთვის მოისმენთ. ახლა მე არ მსურს დემონური სამყაროს შეურაცხყოფა მივაყენო. შესაძლოა მართლაც დემონები მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში, მაგრამ სასაცინო ნაწილი არის იმის ვარაუდი, რომ ბიჭ შეუძლია, წარმოვიდგინეთ, ელემენტარულად განდევნოს სხვისგან დემონები. და მიუთითოს დემონებს საწავინე და რა გააკეთონ. მე ადრეც გითხარით, როცა ახალგაზრდა ვიყავი, მეც ჰქონდა ესეთი სულელური აზრები. ეხლა კი ბებერი ვარ, სულელი ვარ, მაგრამ ახალგაზრდობაში უფრო სულელი ვიყავი. და მეც ვცდილობდი ამის გაკეთებას, მაგრამ ის დემონები არსად არ მიდიოდნენ. მე და ჯერი მიჩელი, აგერ არის ჯერი, მახსოვს, ყავდა ერთი გოგონა. ესეთი დემონით დაავადებული გოგონა იყო, ფსიქიკურად ცოტათი ძალიან ესეთ გამოვლინებს ავლენდა და ჩვენც ვცდილობდით ყველანაირად, რომ ამ პირით დემონები ლაპარაკობდნენ ამ გოგონას პირით და ვცდილობდით ამ დემონების ყველგან გაგზავნას. ზოგი ორმოში გავგზავნეთ, ზოგი ფენიქსში, ზოგი ტუსონში, ალბუკერკში, უდაბნოშიც გავგზავნეთ, ყველგან გავგზავნეთ, მაგრამ ისინი არსად არ წავიდნენ. იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად არ ქონდა ძალაუფლება დემონებზე. და მე მაშინ არ ვიცოდი ეს. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ მოციქულები. და ჩვენ არ შეგვიძლია გავკურნოთ ავადმყოფები და ვერ ვიტყვით დემონებს ის თუ რა უნდა გააკეთონ მათ. საქმე ის არის, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ამის გაკეთება, რადგან ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანი აღმოჩნდება ასეთ დემონური ავლენის ქვეშ, ის ექნება მაშინ, როცა მათ ცხოვრებაში არის ცოდვა. ეს ისეთივე მარტივია, რასაც იაკობის წერილი გვეუბნება ჩვენ. აი მე წაგიკითხავთ
იაკობის მეოთხე თავს. საიდან მომდინარეობს ბრძოლები და შეხლა-შემოხლანი თქვენ შორის, თუ არა თქვენივე გულის თქმათაგან, რომლებიც თქვენს ასოებს შორის იბრძვიან? წადიათ და არ გაგაჩნიათ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ საწადელს. იბრძვით და ომობთ, მაგრამ არ აგაქვთ, რადგან არ ითხოვთ. ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტი განზრახვით ითხოვთ, რათა თქვენი გულის თქმებისათვის გაფლანგოთ. ბრუშნო, განა არ იცით, რომ წუთი სოფლის მეგობრობა ღვთისმობრობაა? ასეა, ვისაც წუთი სოფლის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება. ნუ თუ გონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი, შურს იწვევს ჩვენში დავანებული სულის წადილი? თუმცა უფრო მეტ მადლსაც იძლევა, ამიტომაც ამბობს ღმერთი, ამ პარტავნებს ეწინააღმდეგება, თამდაბლებს კი მადლს ანიჭებს. ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინააღმდეგით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან. აი ეს არის ძირითადი აქ. ღმერთს მიუახლოვდით და ისიც მოგიახლოვდებათ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო, განიწმინდეთ გულები ორგულნო, დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ, თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი მწუხარებად, დამბდაბლით უფლის წინაშე და ის აგამაღლებთ. ხედავთ? ასე რომ ღმერთისადმი მორჩილება ეს არის მთელი ამ საკითხის გამოსავალი. და არა რაღაცა რა ქვია, შეძახილები დემონზე და მისი გამდენის ცდილობა. ასე რომ ჩემთვის უკვე ეს ზედმეტია, ამის მოსმენაც მე არ მინდა, რომ ვიღაცა შეუძლია ადამიანებისგან განდევნოს დემონები. ფაქტობრივად, თელ ახლა თქმაში ქრისტეს ცხოვრებაში ის ასე იქცეოდა, გახსოვთ ხო, მათეს მე-10 თავში, რომ მე გაძლევთ ძალაუფლებას დაავადებაზე, ძალას განდევნო დემონები, განკურნოთ ავადმყოფები. მაგრამ ვიმეორებ, მოციქულების გარდა ეს უკვე სხვა დროს აღარ გაკეთებულა. პავლეს ეპისტოლეებში არსად არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ის ეუბნება ხალხს ეკლესიაში, იარეთ და განდევნეთ დემონებიო. თუ ვინმე ავად არის, განდევნეთ დემონები. თუ ვინმე წუხს, განდევნეთ მისგან დემონები. ვისაც ხვირი ატკივდება, განდევნე მისგან დემონები. ასე რომ მე მჯერა, რომ მთელი ჩვენი სულიერი ომი დაკავშირებულია იმასთან, რასაც ეფესელთა წერილის მე-6 თავი გვასწავლის. სადაც თქვენ გაქვთ ღვთის საჭურველის აღწერილობა. რომ თქვენ უნდა ჩაიცვათ ღმერთის ჯავშანი და ამითი შეეწინააღმდეგებით ეშმაკს. იმიტომ რომ ჩვენ ვებრძვით სამთავროებს და ძალაუფლებებს. მე შემიძლია წავიკითხო ეს მთლიანად. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენ მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია. პატივი მიაგეს შენს მამას და დედას, ეს არის პირველი მცნება აღთქმით, რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე. თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით. მონებო, შიშითა და წრძოლით დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, გულწრფელად როგორც ქრისტეს, არა თვალის ასახვევად, როგორც პირმოთნელი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც გულით ასრულებენ ღვთისნებას. გულითადად, როგორც უფლისათვის და არა ადამიანთათვის. იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს შადის, მასვე მიიღებს უფლისაგან. მონა იქნება ის თუ თავისუფალი. და თქვენც, ბატონებო, ასევე მოიქეცით მათ, თავი შეიკავეთ მუქარისაგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც ბატონი ყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა. დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მყრობელთა წინააღმდეგ, ცის ქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელი მოკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ შეწინააღმდეგება ბოროტ დღეს და ყველაფრის გადამლახველება გაძლოთ. მაშინ იდექით ჭეშმარიტებით წელს შემოსარტყლული და სიმართლის ჯავშნით შემოსილი და ფეხ შემოსილი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომელიცაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას. აი რითი შეგვიძლია ჩვენ სატანას გაუმკლავდეთ. აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა. ყოველგვარი ლოცვით, ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმინდანისათვის.
ჩემთვისაც, რათა მომეცე სიტყვა, ჩემი პირი თამამად ვაუწყო სახარების საიდუმლო, რომლის დესპანიც ვარ ბორკილებში, რათა თამამად ვილაპარაკო რისი თქმაც მართებს, რათა თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და საქმეები ყოველივეს თვიკიკოსი გაუწყებთ საყვარელი ძმა და ერთგული მსახური უფალში, რომელიც სწორედ იმიტომ გამოგზავნეთ თქვენთან, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც არ უგეშოს თქვენი გულები, შვიდობა ძმებს და სიყვარული წმენასთან ერთად, მამა ღმერთისაგან და უფალი იესო ქრისტესაგან. მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელი სიყვარულით უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ. ხედავთ? ასე რომ ამაზე პასუხი აგრძელებს ჯონ მაკარტური, მოდის სულიერ მზადყოფნაში, სიწმინდეში, სათნოებაში, მორჩილებაში, ყოველ ამგვარ რამეში. მაგრამ ეს არის გარკვეული სახის შორეული ქარიზმატის საზრუნავი. ფაქტობრივად იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ ალბათ უნდა ვაღიაროთ და მცდარია ის აზრი, რომ ყველაფერი თითქოს და ეს დემონების შედეგია. ესეც არ არის სწორი. და ამათ თქვენ როცა გადახვალთ გალატელების მე-5 თავზე, ხედავთ, რომ ხოლო ეს არის ხორციელი საქმეები. ნახეთ, ეს ზოგი ადამიანი თავს იძრეს და ამბობს, რომ ეს შეშმაკის ბრალია, დემონის ბრალია. ამ დროს ეს არის თქვენი ხორციელი ბუნების ბრალი ეს ყველაფერი. და მაშინ ჩამოთვლია ყველაფერი, რაც ხორციელი საქმეებია. და ვის შეუძლია მაშინ თავის ხორცის განდევნა? ხედავთ? ძალიან ძნელად ბევრი ვერ აკეთებს ამას. ასე რომ ეს სასაცილოა, თითქოს და ეს ყველაფერი დემონებს დავაბრალოთ. და მე წაგიკითხავთ მე-5 იმას მე-6 მუხლიდან. აჰა, მე გეუნებით, იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს. ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სულს, სულს კი ხორცის საწინააღმდეგო. ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ. და თუ სულს მიყვებით, რჯულის ქვეშ აღარ ახართ. ხორცის საქმეები აშკარაა, ეს არის სიძვა, უწმინდურება და თავაშოებულება, კერპსაყურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუნებით წინასწარ, როგორც ადრე მithქვამს, რომ ამის მკეთებელი ვერ დაემკვიდრებენ ღვთისამეფოს, ხოლო სულის ნაყოფებია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება. ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარსაცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისხმებთან ერთად. თუ სულით ცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. ნუ გავხდებით ამ პარტამანი, ერთმანეთის გამღიზიანებელნი და ერთმანეთის მიმართ შურიანი. ხედავთ? ასე რომ ესეთი ადამიანი, ვინც ამას ცდილობთ, აგრძელებს ჯონ მაკარტური, ეს არის უდაოდ ცუდი სწავლების მსხვერპლი. როგორც ბევრი სხვა ადამიანი და როგორც მე ვიყავი. ხედავთ? ასე რომ შეიძლება ის აღმოჩნდეს ის სიტუაციაში და ძალიან საშიში იქნება, როდესაც ის ცდილობს დაუპირისპირდეს დემონებს. და დაეცეს იმ დონეზე მივიდეს, რომ მას ეგონოს, რომ თითქოს და ის ეტყვის დემონებს რაღაცას და ის ამას დაუჯერებენ და გააკეთებენ. და უფრო მეტი პრობლემა შეექმნას მასაც და იმ პიროვნებასაც, ვის განკურემასაც ის ცდილობს. და მე ამაზე ეს პირადად უკვე ჯონ ბაკურაძეს გაახსენდა მოციქულთა საქმეები, ადრეც ავთქვი, ხო, სკევას ვაჟიშვილები და მე წაგიკითხავთ ამ ადგილს. მოციქულთა საქმეები მე-19. ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმა იუდაველმაც იწყო უფალ იესოს სახელის ხსენება ავის სულებით შეპყრობილებზე. ამბობდნენ, გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო. ამას აკეთებდა ერთი იუდაველი მღვდელ თავრის, სკევას 7 ვაჟი. მაგრამ მიუგო ალმა სულმა და უთხრა მათ: იესოსაც ვიცნობ და პავლეს ვიცი. თქვენ კი ვინ ახართ? დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავის სული იყო და სძლია და ისე სცემა, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვნენ იმ სახლიდან. და ცნობილი გახდა ეს ამბავი ეფესოში მცხოვრები ყველა იუდევლისა და ბერძენისათვის. თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალ იესოს სახელი. აი ეს დაემართებათ იმ ადამიანებს, ვისაც გონიათ, რომ მოციქულებივით ძალაუფლება აქვთ. ხედავთ? აი ეს მაგალითი რატო დაგვიტოვა ჩვენ სულიწმინდა, ხო? ეხლა ბატონ ჯოსეს არ გაახსენა, მაგრამ მე ბევრი მაქვს ამაზე მოსმენელი, რომ ნახეთ, ტყუილა არ მოგცა ღმერთო ამის. აგრძელებს ჯონ მაკარტური კიდევ მეორე პუნქტი, რომელიც მინდა აღვნიშნო ამ შეხედულებაში, რომელიც არის ჩადებული, ეს არის გარკვეული უპასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ამბობს: იცი რა, მე არა ვარ ნამდვილი პასუხისმგებელი ჩემ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე. ეს დემონების ბრალია. და ნახეთ, პიროვნებები აბრალიან თვით ჰომოსექსუალისტებს, რომ თითქოს და ეს მათი დანაშაული არ არის. არა და ამ დროს ღმერთი პირიქით აკისრებს პასუხისმგებლობას მათ. ხედავთ? მე მაგალითად ჯონ მაკარტურს არ მაქვს არანაირი შიში დემონის შეპყრობისა.
რომ დემონი შემიპყროს. მე ნამდვილად ჯერა ჩემს გულში და თუ დაფიქრდებით თქვენს მიხვდებით, ხო, რომ ჩვენი მსახურებიდან გამომდინარე, რომ დემონებს რომ შეეძლოთ, მე დამეუფლენ და ჩემს სიცოცხლე გააკონტროლონ, ისინი ამას გააკეთებენ. თქვენს ხო გჯერათ ამისი? მე ესე მჯერა, რომ დემონებს რომ შეეძლოთ ჩემი სიცოცხლის გაკონტროლება, ისინი ამას აუცილებლად გააკეთებდნენ. მე მახსოვს ის გოგონა, რომლის განკურნებასაც ჩვენ ვაპირებდით, როგორ მარტყავდა ფეხებზე. ფეხებს როგორ მარტყავდა, სანამდე სისხლი არ წამოვიდა ჩემი წვივებიდან და გახვიროდა. ყველანაირად მომაშორეთ აქედან, მოშორდით. ნახეთ? და დემონებს რომ ამის უფლება ქონოდათ, რომ მე დავეპყარით, მეც დამიპყრობდნენ, ხო? ესე იგი, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის და ადამიანი როგორ აძლევს საშუალებას ამ ბნელ ძალებს, რომ მასთან იკონტაქტოს გონებით და აზრებით. და ყველანაირად გააკეთებდნენ ამას დემონები ნებისმიერ ადამიანზე, ვისაც სული ლიდერის პოზიციაზეა. იმიტომ რომ მათ სურთ ღვთის სამეფოს შეჩერება, რომ არ გამრავლდეს ქრისტიანობა, არ გადარჩეს ადამიანები. მაგრამ მე პირადად ამის არანაირი შიში არ მაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი, რომელიც სულიწმინდა ჩვენშია, იმაზე ძლიერია, ვინც სატანა არ და გარეთ არის, ხო? რისიც მე მეშინია ჩემ ცხოვრებაში, ეს დემონების შემოსევის კი არ მეშინია. მე მეშინია იმისი, რომ არ ვიყო ურჩი და ცოდვილი. ცოდვა არ ჩავიდინო, სიამაყე არ მქონდეს. მე ამისი მეშინია. ასე რომ ჩემი მიზანი არ არის დავზდიო ახლა ვირბინო და დემონებს ვზდიო. სად არიან ისინი მოსაძებნად, რომ მე ორმოში გავგზავნო ისინი სადღაც იმაში, ხო, ქვესკნელში. ჩემი პასუხისმგებლობა შევხედო მე ჩემს საკუთარ ცხოვრებას და დავრწმუნდე, რომ მე ღმერთის მორჩილი ვარ. რომ თვინიერი ვარ. და გჯეროდეს იმისი, რომ ყველაფერი რაც არასწორად მიდის, ეს ეშმაკის თავდასხმაა, გარკვეულ გაგებით, ხო? ეს ძალიან უპასუხისმგებლობა განცხადებაა. ეს არაგონივრულია. იმიტომ რომ შენ ნამდვილად არ გინდა აღმოაჩინო ის რეალური საკითხი, რომელიც არის შენი პრობლემა. და სადაც არის შენი დაუცველობა, სადაც არის შენი სისუსტე. და ესეთი სწავლება, რასაც ასწავლიან ისინი, ხო, სრულიად დამღუპველია. და რომელიც არის ქრისტიანობის სახელით. თქვენ იცით, არის ძალიან ბევრი ქრისტიანული რადიო. და მე ძალიან მადლიერი ვარ მისი. და ჩვენს გვეძლება საშუალება, ეს არის კარგი პლატფორმა, რომ ყველანაირად ფართო მასებს მიაწვინოს შენი ხმა. მაგრამ უნდა ვაღიარო, დიდი უმეტესი ნაწილი ეს არის ძალიან დიდი ბოლონის გროვა. და ბოლონიც როცა ამბობენ, ხო, ეს არის ყველაზე იაფიანი ძეხვი ნარჩენებისგან რომ აკეთებენ შესადარებლად. ანუ ჯონ მაკარტური ამბობს, რომ იქ რაც ხდება ქრისტიანულ რადიოში და ეხლა უკვე ტელევიზიებიც არის. ტელევიზიებში მიდის, ხო, მე გითხარით ჩემი განხორციელებაც პირველ კანადაში რომ ჩამოვედი, ხო, ეს არისო დიდი ნაგავი, გადასაყრელი და მე მინდაო რომ თლიანად დაიწვეს ესაო ჯონ მაკარტური ამბობს და თუნდაც ჩემი ქადაგებაც დაიხუროსო. პიროვნება იყო ახალგაზრდა, ხო, ვიღაცა, რომელიც რადიოში აცხადებდა და ბიბლიურ სკოლასტიკად მოქონდა თავი, ხო? და აბსოლუტურად უპასუხისმგებლო. ამბობს იოანეს სახარებაზე, რომ თითქოს და ეს სახარება არანაირ აქცენტს სასწაულებზე არ ახდენსო. არის და ეს არის სულელური განცხადება. იოანეს სახარება არის, ეს არის სასწაულების პირდაპირ გაგების სერია. და ბიჭმა არ იცის და ამ დროს ექსპერტად გვევლინება ჩვენ. ასწავლის კურსს ის ხალხომ, როგორ გავკურნო თურმე ფულერის სემინარიაში ადამიანები დემონებისგან. მე შეძრწუნებული ვარ ამითი და ეს საშინელი ტვირთია ჩემს გულზე. და გითხარი რომ მე ვისურვებდი რომ ეს ქრისტიანული რადიონები საერთოდ გაანადგურონ. და ჩვენც მიგვაცილონ და მიგვაყოლონ მასთან. ეს არის ძალიან ტრაგიკული. ჩვენ ვიღებთ უამრავ წერილებს ამ რადიო სამსახურებიდან, სადაც სვამენ ისინი კითხვებს, ადამიანები დაბნეულები არიან, როცა ისმენენ ჩვენს ქადაგებებსთან ერთად ასეთ სისულელებს. და ყველაზე როგორ გინდა უპასუხო, ხო? და შეყავთ დაბნეულობაში ისინი. ეშმაკმა კარგად იცის რას აკეთებს. მე ადრეც მithქვია ეს.
ის კი არ გვიტევს და კი არ გეწინააღმდეგება ქრისტიანობას, რომ არ გავარცელოთ. არა, პირიქით ის უერთდება და შედის ეკლესიაში. ეს არის მისი დახვეწილი ვერაგობა. იმიტომ რომ სინათლის ანგელოზი ინიღბება. ასე რომ მე ვენდი არ ვაპირებდი ახლა შენთვის ყველაფერი ამის ქადაგებას, მაგრამ მე იძულებული გავხადე რომ ეს ყველაფერი შენამდე მომეტანა. და ვენდი უგრძელებს კითხვას. შემიძლია კიდევ რამოდენიმე პუნქტი გავარკვიო ჯონ? გისმენთ. ქრისტიანები შეიძლება იყვნენ დემონით შეპყრობილები? და ჯონ მაკარტური პასუხობს. იცით რა ვენდი, სიტყვა შეპყრობილი მე რაღაცნაირად არ მომწონს. ან კონტროლირებადი ვენდი უსწორებს. კი, დემონებს შეუძლიათ შეაღწიონ ქრისტიანებში და დიდი ზიანი მიაყენონ. რადგან მოციქულთა საქმეებში გვახსოვს ხო მეხუთე თავში პეტრე მუთხრა ანანიას, რატომ აავსო სატანამ შენი გული? სულიწმინდის მოტყუებითო. ხედავთ, სატანამ თავად აავსო ანანიას გული, რომელიც ქრისტიანი იყო. ამიტომ მე არ მიყვარს ამ სიტყვის დასაკუთრება, ფლობელობის გამოყენება, რადგან ეს უკვე ისეთ რაღაცაზეა ლაპარაკი, რომ ჩვენ ხო გვახსოვს რომ ჩვენ ფასითა ვართ ნაყიდი ქრისტეს სისხლით და მას ვეკუთვნით. ამიტომ ამის გამოყენებას მე მოვერიდებოდი, მაგრამ დემონები აუცილებლად არ ჩერდებიან მარტო ყურის მიღმა და მარტო არ ჩაგბძახიან, რა ქვია, თავიანთ აზრებს. მათ შეუძლიათ იყვნენ ძალიან აქტიურები და შეიძლება ჭიდაობაც მოუწიოს ადამიანს ხელჩართული ბრძოლა ამ ბნელ სამთავროებთან და ძალაუფლებასთან. ნათქვამი ეფესელთა 6:12-ში. ასე რომ მე არ ვიცი თქვენ რას გულისხმობთ ფლობელობაში. მე ვფიქრობ დემონებს შეუძლიათ შეაღწიონ ქრისტიანებში და ყველანაირად შიგნიდან ისინი ძალიან დაამარცხონ. თუ ამ ადგილს ეს ადამიანი მისცემს მათ და შესაძლებლობა მიეცემათ. მაგრამ გამოსავალი არანაირად ეგზორსიზმში არ არის. ამის გამოსავალი არის მორჩილება და ცოდვების აღიარება. და მეუბნები ყოველთვის ადამიანებს, რა არის უარესი, იყო დემონებით შეპყრობილი შენი ცხოვრება, თუ იყო დაუმორჩილებელი. და ყოველთვის ადამიანი მეუბნებიან, რა თქმა უნდა რომ დემონი ყავდეს. ეგ არის უარესიო. მე კი ვამბობ, არა, ეს ერთი და იგივეა. რადგან გამოსავალი იგივეა, უბრალოდ უნდა აღიარო შენი ცოდვა, რასაც შენ გადაუხვე ღმერთის გზას და გაასწორო. გაასწორო ეს გზა. ასე რომ ძნელია პასუხის გაცემა, რადგან არ მინდა ახლა ვივარაუდო, იმიტომ ხალხი იტყვის, აბა არ შეიძლება, როგორ შეიძლება სულიწმინდაც და დემონიც ერთი და იმავე ადგილზე ყავდესო. თქვენ შეიძლება სულიწმინდა და ცოდვა ერთსა და იმავე ადგილზე გქონდეთ, ასე არ არის? ასე რომ მოდით არ გამოვიყენოთ ეს სიტყვა მფლობელობა, ხო? რადგან ეს საუბრობს საკუთრებაზე და ჩვენ ვეკუთვნით იესო ქრისტეს. ჩვენ არ გვინდა რომ ეს დავივიწყოთ. მაგრამ მოდით ვთქვათ რომ დემონებმა შეიძლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდონ ქრისტიანი. თუ ისინი ადგილს დაუთმობენ თავიანთ ცხოვრებაში ცოდვას. და კითხვის დამსველი ვენდი აგზელებს. ჩვენ შეგვიძლია დღევანდელ ოპაკაში რომ გამდევნოთ დემონები ადამიანისაგან? ესე იგი თქვენ ამბობთ რომ არ შეგვიძლია? ჯონი, მე არ ვფიქრობ რომ არსებობს რაიმე ფორმულა ამის გასაკეთებლად. გახსოვთ ხო ექსორციზმი რა იყო? ეს ხო ფორმულების გამოყენება, გარკვეული სიტყვების ლაპარაკი, რასაც მეც გითხარით, მეც ვაკეთებდი ახალგაზრდობაში. მეორე, არ ვფიქრობ რომ ჩვენ შეგვიძლია სამოციქულო სასწავლებლური გზით გამდევნოთ დემონები სხვა ადამიანებისაგან, რასაც აკეთებდნენ ქრისტე და მოციქულები. მე არ ვფიქრობ რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. იესოს ეს შეეძლო, სიტყვით შეეძლო ადამიანის განწმენდა ეშმაკებისაგან და მან ეს ნიჭი და ეს სასწაულები უნარი გადასცა თავის მოციქულებს, მაგრამ მერე ეს ხვებზე აღარ გადასულა. ეს მოციქულების ნიშნები იყო. მოციქულების ნიშნები იყო სასწაულები, განკურნება და ძლევამოსილი საქმეები. მეორე კორინთელთა 11 თავის 11 მუხლი. გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია. ძალიან კარგი კითხვა იყო, მადლობა ვენდი ამ კითხვისათვის.